ძვირფასო თანამემამულეებო, მოგესალმებით. დღეს თქვენთან ერთად განვიხილავთ ირანის ირგვლივ ჩამოყალიბებულ მდგომარეობას, რომელიც ძალიან სწრაფად იცვლება და შეგატყობინებთ ბოლო მონაცემებს, კერძოდ მოკლედ გეტყვით, სანამ სიღრმისეულად შევალთ ანალიზში, რომ შეერთებული შტატები აგზავნიან რეგიონში მნიშვნელოვან ძალებს, ვგულისხმობ ახლო აღმოსავლეთის რეგიონს და აშკარად კონცენტრაცია ხდება შეერთებული შტატების შესაბამისი დარტყმითი შესაძლებლობების ირანის ირგვლივ. პარალელურად გრძელდება აქტიურად პროტესტი ირანში, გაფართოებულიც კი არის ეს პროტესტი ბოლო პერიოდის განმავლობაში, ბოლო დღეების განმავლობაში, სანამ შუალედი გვაქვს წინა ანალიზთან, შეგიძლიათ იხილოთ ასევე, იქ საკმაოდ ვრცლად მიმოვიხილე ეს საკითხი და ახლა არ ვაპირებ, რა თქმა უნდა, დეტალურად ჩავუღრმავდე მიზეზებს, რადგანაც წინა ანალიზში ზუსტად ამაზე საკმაოდ დეტალურად ვისაუბრეთ. დღევანდელი ანალიზი შეეხება სწორედ შეერთებული შტატების ჯარების შეგროვებას, ამავდროულად ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა წვრთნები დაიწყო, საკმაოდ მნიშვნელოვანი, ამ ყველაფერზე ახლა დეტალურად ვისაუბრებთ. პირველ რიგში გთხოვთ, რომ აუცილებლად დაალაიქოთ ეს ანალიზი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საქმიანობის გაგრძელებისთვის და არხის განვითარებისთვის. ასევე დაწერეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, შეგიძლიათ გააზიაროთ ეს ვიდეო, რა თქმა უნდა, ასევე შეგიძლიათ და მიესალმებელია თუ შემოუერთდებით არხს, ანუ გამოიწერთ ამ არხს და ამავდროულად შეგიძლიათ იქ ასევე არის ნიშანი შეტყობინებების გამოწერა, ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ შეტყობინებებიც. დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, ეს ნამდვილად ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენ კიდევ უფრო განვავითაროთ ეს ფორმატი და მე ვფიქრობ, რომ ქართულენოვანი YouTube-ისთვის ეს ნამდვილად საჭირო და საინტერესო იქნება და ახლა უკვე ვხედავ ნამდვილად პირველ ინტერესს საზოგადოების იმ მასალისადმი, რომელსაც ვამზადებ, რა ძალიან მიხარია. გადავიდეთ უშუალოდ საკითხზე და შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღე არის უკვე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი პროტესტი ირანის სხვადასხვა რეგიონში, განსაკუთრებით ეს პროტესტი მობილიზებული იყო ირანის დასავლეთ ნაწილში, სადაც როგორც შეგატყობინეთ წინა ანალიზისას, ლურები ცხოვრობენ ეთნიკურად ირანული მოსახლეობა, თუმცა ეთნიკური უმცირესობა შეიძლება ითქვას და რომლებიც კიდევ უფრო დაჩაგრული არიან, მათ შორის გეოგრაფიითაც, იქ რესურსებითაც და ასე რთულ პირობებში ცხოვრობენ ისედაც. თუმცა ეხლა უკვე პროტესტი გაიშალა და მოიცავს როგორც დედაქალაქ თეირანს, ასევე ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილსაც და იქ იმ რეგიონში საერთოდ ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში ირანის ხელისუფლებამ გაზი გამოიყენა მოქალაქეების წინააღმდეგ. ბრძოლები ქუჩებში გრძელდება, მათ შორის ათობით დაღუპული შესახებ არის ინფორმაცია და შეიძლება ითქვას, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ასეთი რეჟიმთან ბრძოლის ეტაპი არის, რადგანაც მას გააჩნია მნიშვნელოვანი შიდა პოლიტიკური მდგენელი, კერძოდ კი აქციის მონაწილეები აქტიურად ითხოვენ აიათოლა ხომენეის ხელისუფლების შეცვლას, ანუ თავად ისლამური რესპუბლიკის ფორმატის შეცვლას და არა კონკრეტულად პრეზიდენტის, რომელსაც ფუნქციები რეალურად არ გააჩნია, მასუდ პეზეშკიანის მაგალითად, ან მისი მთავრობის ცვლილებას. ეს, რა თქმა უნდა, უზარმაზარი მნიშვნელობის მქონე პროცესი არის, რომელიც უკავშირდება სწორედ იმას, რომ შაჰის თემის გააქტიურება არის დღის წესრიგში. შესაბამისად, შაჰ რეზა ფეჰლევის თემა რჩება აქტუალურად და ჩვენ თუ დავუკვირდებით და შევაფასებთ რა ტიპის პროტესტი მიმდინარეობს რეგიონებში, ვნახავთ, რომ ძირითადად წვავენ მათ შორის კონკრეტულად პორტრეტებს სულიერი ლიდერის. შესაბამისად, პროტესტი მიმართულია სწორედ ამ რეჟიმის სტილის და არსის წინააღმდეგ. ამავდროულად მნიშვნელოვანი არის შეერთებული შტატების მხრიდან ძალების მობილიზება. ხო, ვენესუელაში ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან გამართული სპეციალური ოპერაციის შედეგად შეგვიძლია ჩვენ ზუსტად ვთქვათ,
რომ ის მუქარა, რომელიც ტრამპს ჰქონდა გამოცხადებული აიათოლა ხომეინეის რეჟიმის წინააღმდეგ, კერძოდ, როდესაც თქვა, რომ თუ საკუთარ მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენებენ ძალას და დახოცავენ პირდაპირ საკუთარ მოქალაქეებს, რაც მას ჩვევიათო, ამ შემთხვევაში შეერთებული შტატები უკვე მზად არის და გამოიყენა ისეთი ინგლისური ტერმინი, რომელიც ნიშნავს დაახლოებით იმას, რომ ტყვიები იარაღში არის უკვე და ჩვენ მზად ვართ. და ამის ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები აგზავნის ახლა უზარმაზარი რაოდენობით შეიარაღებულ ძალებს რეგიონში ახლო აღმოსავლეთის, სადაც ისედაც ძალიან სერიოზული კონცენტრაცია არის ხოლმე შეერთებული შტატების ჯარების, ერაყში, ქუვეითში, საუდის არაბეთშიც არის ბაზა, გაერთიანებულ არაბულ საამიროებშიც არის, კატარში, ბაჰრეინში სხვადასხვა ტიპის ბაზებია, ეს ყველა არ არის შეერთებული შტატების მოკავშირე, ზოგს უბრალოდ შეერთებული შტატების ჭირდება უსაფრთხოების პრიზმიდან გამომდინარე, თან ირანის კონტექსტში ზუსტად, მაგრამ ეს ცალკე თემაა. აქ ისედაც არის შეერთებული შტატების ბაზები, ისე იორდანიაშიც უნდა მეთქვა ამავდროულად, რა თქმა უნდა, თუმცა მნიშვნელოვანი სწორედ ის არის, რომ ეხლა შეერთებული შტატები რა ტიპის შეიარაღებას აგზავნიან რეგიონში. ერთი, რომ არის ინფორმაცია სპეციალური დანაყოფების გამოგზავნის შესახებ, ვისაც აქვს უნარი, რომ გამართოს ისეთივე ოპერაციები, როგორიც დაახლოებით მადუროს წინააღმდეგ იყო გამართული. ანუ პრინციპში აიათოლას დაკავების სცენარი გამორიცხული ნამდვილად არ არის. მეორე მომენტი, რა თქმა უნდა, გულისხმობს იმას, რომ აგზავნიან მძიმე თვითმფრინავებს, რომლებსაც შეუძლიათ ჰაერში მოამარაგონ მსუბუქი დარტყმითი თვითმფრინავები, F-35-ები ან B-2 მაგალითად სხვადასხვა ტიპის, იმისთვის, რომ ბომბდამშენები, ანუ B-2 ტიპის, ანუ ეს არის საწვავით მომარაგების თვითმფრინავები. და ამის გამოგზავნა რეგიონში ამ ტიპის თვითმფრინავების ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ გარკვეული სამხედრო ოპერაცია მინიმუმ დღის წესრიგში არის. და რას გულისხმობ ამაში? იმიტომ რომ ბოლოს, როდესაც შეერთებულმა შტატებმა მსგავსი თვითმფრინავები, ასე ვთქვათ, საწვავზე ორიენტირებული მძიმე თვითმფრინავები გამოაგზავნა ახლო აღმოსავლეთში, დაიწყო ივნისის ცნობილი 2025 წლის ივნისის ცნობილი 12 დღიანი ომი ისრაელ შეერთებულ შტატები ერთად, მათ შორის რაღაც ფაზაში იყო ჩართული ასევე თავდაცვით რეჟიმში საფრანგეთი და გაერთიანებული სამეფო, მაგრამ ისრაელ შეერთებული შტატები ირანის წინააღმდეგ. ახლა უკვე, როდესაც შეერთებული შტატები კიდევ ერთხელ აგზავნიან რეგიონში შესაბამის აი ამ სამხედრო შესაძლებლობებს, ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად დღის წესრიგში დგას ოპერაციის განხორციელება ირანის წინააღმდეგ. რა ტიპის ოპერაცია შეიძლება იყოს ეს? ერთი, ეს უკავშირდება იმას, რომ კონკრეტულად შეერთებულ შტატებს შეუძლია გადახორციელოს დარტყმები ირანის ბირთვულ პროგრამაზე და ბალისტიკურ პროგრამაზე, რაც ისედაც უზარმაზარი პრობლემაა და ისრაელის სხვადასხვა მკვლევარი ბოლო პერიოდში წინა ანალიზში ამაზე დეტალურად საუბრობდა, შეგიძლიათ იხილოთ, საუბრობს იმაზე, რომ მათ შორის აქტიურად ავითარებენ არა მხოლოდ ბალისტიკურ პროგრამას ჩინეთთან ერთად, არამედ ასევე ბიოლოგიურ და ქიმიურ იარაღსაც ავითარებენ, იმიტომ რომ ბირთვული იარაღის მიღწევა გაცილებით უფრო რთული არის, თუმცა ეს ბიოლოგიური და ქიმიური აკრძალულია რეალურად. ამავდროულად ჩვენ ხედავთ, რომ ისრაელს ძალიან კარგად ესმის და შეერთებულ შტატებსაც, რომ რეჟიმის ცვლილების გარეშე პრაქტიკულად გამორიცხული არის ირანის საკითხის მოგვარება გრძელვადიან პერსპექტივაში. თუნდაც იგივე ივნისში განხორციელებული დარტყმების შედეგად მხოლოდ შეჩერება მოხდა და არა შეწყვეტა აი ამ პრობლემების, ანუ ბალისტიკური პროგრამის და ბირთვული პროგრამის. სწორედ აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა უკვე შეერთებული შტატები
ნამდვილად განიხილავენ რეჟიმის ცვლილებას, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს და შესაძლებლობას. რა ტიპის ნაბიჯი იგულისხმება ამ კუთხით? პირველი, ეს არის რა თქმა უნდა პროტესტის მხარდაჭერა. თუმცა თავად პროტესტის მხარდაჭერა თუ შეიძლება რთული იყოს, პროტესტის პარალელურად დარტყმები რეჟიმის წინააღმდეგ იქნებოდა რა თქმა უნდა ძალიან ეფექტური, რადგანაც ერთი მხრივ ეს დაასუსტებდა რეჟიმს, მეორე მხრივ ეს არ გამოიწვევდა იმ მასშტაბის მხარდაჭერას რეჟიმისადმი, როგორც გამოიწვია ივნისში, იმიტომ რომ ივნისში დარტყმების დროს არ იყო შიდა პროტესტი და მოქალაქეებისთვის ეს დარტყმები აღიქმებოდა როგორც გარე აგრესია. ეხლა როცა მოქალაქეები იბრძვიან საკუთარი დამოუკიდებლობისთვის ამ რეჟიმისგან, ანუ ისლამური ტიპის მმართველობისგან, ანუ რელიგიური ტიპის სახელმწიფოსგან და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება სურთ რელიგიისგან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მდგენელი არის. დიახ, იქ პრაქტიკულად ხელისუფლების შეცვლა არის შეუძლებელი, რაც ნიშნავს იმას, რომ ასევე არამხოლოდ დემოკრატია არ არსებობს, საერთოდ საზოგადოების აზრი არავის არ აინტერესებს პირდაპირ ვთქვათ. და შესაბამისად, იქ ნიშნავს იმას, რომ არჩევნებს არადაირი აზრი არ აქვთ, სწორედ ამიტომ ბრძოლის ერთადერთი ხერხი რჩება ქუჩაში და მათ შორის, რადგანაც ეს ქუჩაში ბრძოლაც ეჯახება ავტორიტარულ, დიქტატორულ წნეხს კონკრეტულად აიათოლას რეჟიმისგან, შეერთებული შტატების დახმარება ამ შემთხვევაში ადგილობრივი მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის იქნებოდა სრულიად ლეგიტიმური და ძალიან სასარგებლო. ამის ფონზე შეერთებული შტატების ის მუქარა ჟღერს უკვე გაცილებით სერიოზულად და ფაქტობრივად ეხლა აძლევს უფრო მეტ იმედს პროტესტის მონაწილეებს და ამიტომ პროტესტი ფართოვდება, როგორც გითხარით და მოიცავს უკვე სხვადასხვა რეგიონსაც ირანის. და სავარაუდოდ პროტესტი არ გაჩერდება უახლოესი პერიოდის განმავლობაში და პირიქით მე ვფიქრობ, რომ უახლოესი კვირეების განმავლობაში სრულიადაც არ არის გამორიცხული და დიდია ალბათობა სამხედრო ოპერაციის. ასე ფიქრობს, როგორც ჩანს, ირანის ხელისუფლებაც, რომელიც ერთი მხრივ მოქალაქეებს ეუბნება, რომ ვინც პროტესტში არის, მაგრამ არ ძალადობს მათთან მზად არის დიალოგისთვის, ეს საერთოდ ძალიან საინტერესო ფენომენია, იმიტომ რომ ჩვენ რომ გავიხსენოთ თუნდაც ჩვენი რეალობა, მათ შორის დე-ფაქტო საქართველოს ხელისუფლება პროტესტში მონაწილეებთან დიალოგისთვის მზად არ არის. რეალურად და ასეთი ინიციატივა არ აქვთ. ირანში კი, სადაც დიქტატურა არის სრულიად სხვა ტიპის და ხარისხის, მზად არიან პროტესტის მონაწილეებთან დიალოგისთვის. არ არიან მზად იმათთან დიალოგისთვის, როგორც ამბობენ, ვინც ასე ვთქვათ, პირდაპირ შეიარაღებულ გზას ხედავს ამ დაპირისპირების, იმიტომ რომ ბევრი იქ ეხლა ცდილობს შეიარაღებას და ასე წინააღმდეგობის გაწევას ბასიჯების წინააღმდეგ. ეს ბასიჯები არის დაახლოებით ტიტუშკები. ანუ არაფორმალური, აი რომ არ აწერიათ პოლიცია დაახლოებით, ასეთი დაჯგუფებები, რომლებიც პროტესტის მონაწილეებს თავს ესხმიან და ძალადობენ მათზე. მაგრამ რეჟიმის მიერ არიან შექმნილი და მხარდაჭერილი. მეორე მხრივ, აიათოლას რეჟიმი ძალიან საინტერესო არის, რომ ასევე ატარებს უკვე წვრთნებს, თან საჰაერო თავდაცვის სისტემების წვრთნებს. იმიტომ რომ ელოდებიან, როგორც ჩანს, სწორედ საჰაერო კომპონენტით თავდასხმას შეერთებული შტატების და ისრაელის ირანზე. აქ საინტერესო არის, რომ მაგალითად, რაც გააჩნიათ ირანელებს საჰაერო თავდაცვის სისტემები, რუსული მაგალითად, მე მათ ადგილას საერთოდ ამას მოვაშორებდი როგორმე საერთოდ ქვეყანას, გავყიდიდი ამ საერთოდ შეიძლება უტილიზაციაზეც კი იფიქრო, იმიტომ, ეს ჩემი შეფასება არის ასეთი, იმიტომ რომ გარკვეულ ილუზიას გიქმნის რუსეთის საჰაერო თავდაცვა, რომ საჰაერო თავდაცვა გაქვს. სინამდვილეში არ გაქვს. ამის მაგალითი არის თავად რუსეთი, ამის მაგალითი არის ვენესუელა აგერ, პრინციპში სომხეთიც არის ამის მაგალითი წარსულში,
და სხვა კიდევ არაერთი ქვეყანა, მაგრამ ვენესუელაში ახლა საერთოდ რუსულმა სააერო თავდაცვის სისტემებმა არ იმუშავეს. თლიანად. წარმოუდგენელი ამბავი არის. არ ვიცი ამერიკელებმა კონკრეტულად რა გააკეთეს და როგორ გააკეთეს, ალბათ ოდესღაც ამაზე გავიგებთ, მაგრამ ფაქტობრივად არც ერთი ვერტმფრენიც კი არ იყო დაზიანებული, თვითმფრინავზე ხო საუბარიც არ არის. ეხლა ირანელებს როგორც ჩანს სურვილი აქვთ, რომ მინიმუმ ვერტმფრენებისგან თავი დაიზღვიონ, იმიტომ რომ ვერტმფრენებით შეგიძლია სპეციალური დანაყოფები გადააგზავნო და როგორც ჩანს, მადურო მაგალითად გაიტაცო. და რატო შეგიძლია გაიტაცო მარტო მადურო და არ შეგიძლია გაიტაცო ჰომეინი მაგალითად? შეგიძლია გაიტაცო და ეს ლიდერი სასულიერო. შესაბამისად საფრთხე არსებობს. ამიტომ საერო თავდაცვის სისტემების ძირითადი დანიშნულება როგორც ჩანს ეხლა იქნება ვერტმფრენების წინააღმდეგ ბრძოლა. თუმცა როგორც ვიცით, ირანს გააჩნია ჩინური საერო თავდაცვის სისტემები HQ ტიპის, HQ9 როგორც ჩანს, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, იმიტომ რომ საჯარო ინფორმაცია მაგაზე არ არის, თუმცა იქედა გავდივარ, რომ აზერბაიჯანს მიყიდა ჩინეთმა HQ9 საჰაერო თავდაცვის სისტემა, მე ვფიქრობ, რომ სავარაუდოდ მაგ ტიპის ან ზუსტად იგივეს მიყიდიდა ირანს. ებრაელი ანალიტიკოსები ახლა ვარაუდობენ, რომ საკმაოდ ასე ვთქვათ, სარისკო არის სწორედ ჩინური საერო თავდაცვის სისტემები და არა რუსული და უნდა რა თქმა უნდა ნახონ საერთოდ როგორ იმოქმედებს ეს ჩინური საერო თავდაცვის სისტემები პირველად ამერიკული და ებრაული იარაღის წინააღმდეგ. აი ეს იქნება მთავარი ტესტი და გამოწვევა და პრინციპში ამას ვნახავთ თუ იქნება ასეთი ოპერაცია. რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ძირითადი საფრთხე იქნება ვერტმფრენების წინააღმდეგ, თუმცა არ მგონია, რომ იქ ოპერაცია დაიწყონ საერო თავდაცვის წინააღმდეგ დარტყმებამდე ბუნებრივად და იგივე გააკეთეს ვენესუელაში. უბრალოდ აი ჩინური საერო თავდაცვა რამდენად შეძლებს წინააღმდეგობის გაწევას თვითმფრინავებისთვის, აი ეს არის ძალიან სერიოზული საკითხი. თუ შეძლებს, ბევრ ამას ნიშნავს. თუ არ შეძლებს, ასევე ბევრ ამას ნიშნავს. და რა თქმა უნდა, გასაზრდოს ასევე თაივანის საკითხსაც, იმიტომ რომ თუ გამოჩნდება, რომ ჩინურ ტექნოლოგიებს ესეთი სერიოზული წინსვლა აქვთ, მაშინ გაცლებთ, თამამი იქნება ჩინეთი ტაივანის შემთხვევაში. მაგრამ თუ გამოჩნდება, რომ არა, მაშინ ჩემი აზრით უახლოესი წლების განმავლობაში არ უნდა ველოდოთ ესეთი სარისკო ქმედებები ჩინეთის მხრიდან ტაივანის მიმართულებით. გარდა ამისა, გამოჩნდა ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია The Times ასე ვთქვათ, გაზეთში, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაცია არის ეს წყარო, რომ სულიერი ლიდერი აიათოლა და 20-ზე მეტი მისი ყველაზე ახლო ადამიანები განიხილავენ მათ შორის ქვეყნის დატოვების სცენარსაც, თუ ერთი მხრივ სამხედროები, ანუ ისლამური რევოლუციის დამცველთა ეს კორპუსი ვერ შეძლებს პროტესტის ჩახშობას და ერთდროულად თუ ვერ შეძლებენ გარე ინტერვენციის პრევენციას, ანუ ისრაელ-ამერიკის ნებისმიერი მოქმედებების. ამ შემთხვევაში აიათოლა და მისი ახლობლები განიხილავენ რუსეთში გაქცევის დღის წესრიგში. და მე ვფიქრობ, რომ ეს საკმაოდ რეალურია, როგორც ჩანს აიათოლას რეჟიმი დასკვნებს აკეთებს, იქიდან გამომდინარე, რაც მოხდა ვენესუელაში და ხდება, რომ ერთდროულად უნდა ესაუბროს პროტესტს, ებრძოლოს ყველაზე რადიკალურ ნაწილს პირდაპირ მისი ინტერესიდან გამომდინარე, ამავდროულად ეცადოს, რომ საჰაერო თავდაცვა და ჯარი მოამზადოს თავდაცვისთვის, მაგრამ თან გაქცევის სცენარისთვისაც იმუშაოს. ანუ ყველა სცენარისთვის ემზადება, როგორც ჩანს რეჟიმი. ამავდროულად შაჰის თემა კიდევ უფრო აქტიური ხდება და შაჰ რეზა ფეჰლევის არა მხოლოდ მედიაში პოზიციონირება, არამედ დაბრუნება და პოლიტიკური ლიდერშიპი, ლიდერობა, ასე ვთქვათ, არათუ გარდაუვალი არ გვეჩვენება აქ, არამედ შეიძლება ითქვას, რომ გარკვეულწილად კი გარდაუვალია, რომ გაიზრდება მისი პოლიტიკური როლი ჩემი შეფასებით, იმიტომ რომ აშკარად ძალიან გააქტიურდა.
ერთი მნიშვნელოვანი მდგენელიც რაც უნდა ვთქვათ, რომ პროტესტი გაიშალა ეხლა და მოიცავს ასევე სპარსულ რეგიონებსაც, ანუ არა მხოლოდ ირანული ჯგუფის ლურების რეგიონს, რომელიც აქამდე გითხარით და თეირანს ოდნავ, ეხლა უფრო ფართო არის, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი ასევე გაიშალა ჩრდილო აღმოსავლეთ ნაწილში, მაგრამ მნიშვნელოვანი რჩება, რომ აზერბაიჯანელები ჯერ კიდევ, ანუ ირანელი აზერბაიჯანელები, ისევე როგორც ირანელი ქურთები, პროტესტში ჩართული არ არიან. თუ ჩაერთვებიან, ეს არის ჩრდილო დასავლეთ ნაწილი, ყველაზე ახლოს სომხეთ აზერბაიჯანთან, აი ეს ნაწილი ირანის, პოტენციურად შეიძლება კიდევ უფრო სერიოზული მდგომარეობა მივიღოთ. აზერბაიჯანელების ჩართვა ზოგადად შეიძლება სეპარატიზმს უკავშირდებოდეს, აზერბაიჯანელებს აქვთ მიდრეკილება ნაწილობრივ იქ და აზერბაიჯანის, ანუ ბაქოდან ხელისუფლება ამას ახალისებდა სხვადასხვა მეთოდით, მედიითაც მათ შორის დიდი ხნის განმავლობაში, თუმცა ბოლო წლების, ანუ ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ბოლო წლების განმავლობაში. მაგრამ ქურთების შემთხვევა არის კიდევ საინტერესო. ქურთებმა უკვე გაცხადება გაავრცელეს, რომ მოუწოდებენ დანარჩენ ქურთებს, ანუ ერაყის ქურთებს, სადაც არსებობს რეგიონი ერაყის ქურთისტანი, ასევე სირიის ქურთებს და თურქეთის ქურთებს, რომ ერთად ამ პოლიტიკურ გამოწვევებზე ისაუბრონ. ეს რა თქმა უნდა არ არის სეპარატისტული ესეთი ღია ნაბიჯი, თუმცა მიდრეკილება ქურთებს რომ აქვთ დადარჩენ ქურთებთან გარკვეული ერთობის ეს აშკარად ჩანს პოლიტიკური განზომილებიდან გამომდინარე, თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ რა თქმა უნდა ეს სერიოზულ წინააღმდეგობას ხდება განსაკუთრებით სირიაში ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც ქურთების წინააღმდეგ ოპერაცია თურქეთმა და სირიის პროთურქულმა ხელისუფლებამ შეიძლება დაიწყოს დღე-დღეზე, იმიტომ რომ ბოლო ვადა ქონდა მიცემული 31 დეკემბერი, იმისთვის რომ განიარაღდნენ პრაქტიკულად, ამაზე ცალკე ანალიზი ქონდა და შეგიძლიათ იხილოთ არხზე და ეს არ მოხდა, ამიტომ იქ შეიძლება ქურთების წინააღმდეგ დაიწყოს ასეთი სამხედრო ოპერაცია. რომ შევაჯამოთ, მოვლენები აქტიურად ვითარდება და ძალიან საინტერესო, ძალიან სერიოზული ცვლილებები არის და ჩვენ რა თქმა უნდა თქვენთან ერთად გავაგრძელებთ ამ მოვლენებზე დაკვირვებას და ანალიზს მიმდინარე პროცესების. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.